საღამომშვიდობის ტელეკომპანია გურჯაანის ეთერიდან მე თამარ გორხელაშვილი მოგესალმებით. ნახოთ ანონსი. დოლარის დეფიციტი საქართველოში იყო თუ არა მისი ყიდვა დღეს შესაძლებელი გურჯაანის სავალუტო ჯიხურებში. საროში 10 და 15 დოლარი ფიზიკურად პეტიანებს. ყარაჯალაში 9 კლასის დამთავრების შემდეგ გოგონებს სახლიდან სკოლაში აღარ უშვებენ, მეშვიდე კლასელებს კი სახლში პოლიცია აცილებს. რა ხდება სოფელში? მოსალოდნელ საფრთხესგან რომ დავიცვათ ჩვენი გოგოები. იტაცებენ ხოლმე გოგოებს. სპეციალისტები სოფელ ყიტანში და მათი რეკომენდაციები შეიძლება თუ არა დაავადებული ძროხის ხორცის რეალიზაცია და როდის დადგინდება მომაკვდინებელი ვირუსის გამომწვევი მიწესი. ხოვნა ისეთი რომ, როდესაც ესეთი ფაქტი იქნება დაფიქსირდება კიდევ ცხოველის დაცემა, შეგვეტყობინონ ვეტერინარ სამსახურს. წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი და 24 საათიანი წყალმომარაგების მოლოდინი. იგეგმება თუ არა დარაზია დამოკიდებული გრაფიკის გაუმჯობესება გურჯაანში. შეგვიძდნენ 24-იან საათი რომ წყალი ყოფილიყო, მაგრამ არ არის. სასურველია მოსახლეობა მიფიქროს წყლის ღირებულების გადახდას. ერთი გარდაცვლილი და 3 დაშავებული ავტოავარია სოფელ ენისელში. არსაბურავი გაუსკდა რაღაც სავალი ნაწილი გასულა, სხვა არაფერი. ალაზანის კიდევ ერთი წარმატება, ვინ დაამარცხეს გურჯაანელმა ფეხბურთელებმა. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. დოლარის დეფიციტი სავალუტო ჯიხურებში, ჯიხურების ნაწილმა დღეს დოლარის გაყიდვა შეაჩერა. ანალოგიური მდგომარეობა იყო გურჯაანშიც. როგორც ვალუტის გადამცველებმა აღნიშნეს, შექმნილი ვითარების გამო ქვეყანაში დოლარის დეფიციტია. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.30-დან 2.33 ლარამდე მერყეობდა. ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით დაეცა ევროსთან მიმართებაშიც. ჯიხურებში ევრო შეძენა დღეს 2 ლარი და 58 თეთრი იყო. რა თქმა უნდა, შექმნა დეფიციტი, იმიტომ რომ არ შემოდის დოლარი ფიზიკურად, მარტო კურსები იცვლება, ვცვლით კურსებს და არც გამყიდველია და არც მყიდველია ამჟამად დოლარს. ძალიან დიდი დეფიციტია. ფიზიკურად არ არის, რა ვიცი, საიდანაც მოდიოდა, აღარ ახლოვდებენ ხალხი თუ რა ხდება, რა ვიცი რა, ფიზიკურად არ შემოდის. აი შეიძლება საროში 10 და 15 დოლარი ფიზიკურად პეტიანებს. ყარაჯალაში მოსწავლე გოგონების უმეტესობა 9 კლასის დამთავრების შემდეგ სახლიდან სკოლაში აღარ უშვებენ. იმის შიშით, რომ არ მოიტაცონ მშობლები მისთვის ეკონომიურად შეძრებული სასიცოს ძებნას იწყებენ. მე-7 კლასელ მოსწავლეებს კი სახლში პოლიცია აცილებს. ამ სოფელში ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე 2 მცირე წლოვანმა გოგონამ მოიკლა თავი იმ მიზეზით, რომ მშობლები იძულებით არასასურველ მამაკაცზე ათხოვებდნენ. რა ხდება ყარაჯალაში, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა, დღეს ამ სოფელში ნინო სამნიეშვილი იმყოფებოდა. თუ ლამაზი გოგო არის, ადგებიან მოიტაცებენ. ბიჭები, დადიან, სულ დადიან ასე. თუ ლამაზი ხარ და კარგი ოჯახის შვილიც ყარაჯალაში ამბობენ, რომ ასეთი მონაცემების გოგოს 15 წლამდე აუცილებლად მოიტაცებენ. ამიტომ მშობლები თავს იზღვევენ და შვილებს 9 კლასის შემდეგ სკოლაში აღარ უშვებენ. ამის შემდეგ კი გოგონები ბედს სახლში ელოდებიან. მშობლები კი მათთვის ეკონომიურად შეძლებულ სასიძოებს თელს სოფელში ეძებენ. ბალღები რო გაიზრდება, ვაფშე ჩვენ არ უშვებ იმაში სკოლაში რომ მოდოცება არის. განაუსმენ შენ რომ არ შეიძლება აქეთ და არ უსმენე. იტაცებენ ხოლმე გოგოებს. 15 წელს არასრულწლოვან გოგოებს და თანხმდებიან მე მშობლები და ეგ არის. კერძორობით არ უნდა იყოს ეს ამბავი. ცოტა რო გაიზრდებიან მე ბიჭები მოიტაცებენ და იმაზე უშლიან. ეს პრობლემა ისევ არის ამ სოფელში? არის. ათაშე, ეხლა ამ ძინებზე მაიტაცეს კიდე. ვინ მოიტაცეს? რა ვიცი, სკოლიდან მაიტაცე ვიღაცა. ზოგი შვებს, ზოგი არა, ზოგის ბევრი თხოვნელები აქვს. არ მოიტაცოს, რა ვიცი ასე. და სახლში ტოვებენ ამის გამო გამოყავთ სკოლიდან? დიახ. ასტიყიზის ქალიშვილი 14 წლის ასაკში მოსტაცეს და იძულებული გახდა გაეთხოვებინა. ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობს. მოიტაცეს, ლამაზი იყო და მოიტაცეს. ახლა 16 წლისა შვილი მყავს. თუ გინდა ამერიკიდან მოიდეს მინისტრი, არ გავათხოვებ. ის სწავლობს სკოლაში. კარგი ის არის გოგო, უმაღლესი. ეს სოფელ ყარაჯალა საჯარო სკოლაა. დირექტორის მონაცემებით 2014 წელს 9 კლას დამთავრებული 65 მოსწავლიდან 20-მდე გოგონამ სწავლა აღარ გააგრძელა. ეს გადაწყვეტილება კი დირექტორის ინფორმაციით მათმა მშობლებმა მიიღეს. მათ ეშინიათ, რომ ქალიშვილები არ მოსტაცონ, რადგან მათი გათხოვება ფინანსურად ძლიერ მამაკაცეს სურთ. არიან დაახლოებით 10-20%, 30%.
რომ გაჰყავთ. უბრალოდ მშობელმა ასე მოისურვა. ზოგს ახლა შეიძლება ის აზრი გქონდეს, რომ შეიძლება ვინმე არ მოიტაცოს, ვინმე მიუღებელმა ოჯახისთვის. ახლა ამასაც ცუდი განზრახვით არ აკეთებს მშობელი ამ ნაბიჯს არ ადგამს. ყოველთვის მოუნდება კარგ პირობებში ყავდეს და როდესაც ფინანსურად შეძლებული ითხოვს შვილს, ათხოვებს. ეს სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აქ 14 საათიდან უკვე პოლიცია მობილიზებული და ისინი მე-7 კლასს და მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლე გოგონებს სახლში აცილებენ, რათა მოტაცებისგან დაიცვან. მათ აქ უკვე რამდენიმე მანქანა ელოდებათ. სკოლის წინეს ბიჭები ავტომანქანებით მოსწავლე გოგონებს შუადღიდან საათობით ელოდებიან. მათგან გოგონების დაცვას კი სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა, სოფლის რწმუნებული და სამართალდამცველები ერთად ცდილობენ. ვიღაც ბიჭებს მოსწონთ რაღაცა და აი პრობლემა რო არ შეექმნათ, მოდიან და ელოდებიან. პრობლემა რო არ შეექმნათ, ვაცილებ, გამოვდივარ ამ მანქანებს აქედან სკოლების გარშემო. კი, გოგოებს ელოდებიან. გვეხმარება რწმუნებული სოფლისა, რომ აი ამ დროს მოდის ხოლმე და უშლის ამდაგვარი. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გზაში აჩერებენ, აქ ისეთი პრობლემა არ არის, მაგრამ მოსალოდნელ საფრთხესგან რომ დავიცვათ ჩვენი გოგოები. სოფელში იძულებითი ქორწინების ტრადიციის პრობლემაცაა. 2014 წელს 16 წლის გოგონა მისთვის არასასურველ მამაკაცზე იძულებითი გათხოვების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მშობელი ამ ამბავს დღემდე გლოვობს და გარეთ თითქმის აღარ გამოდის. ერთი წლით ადრე კი ამავე სოფელში 16 წლის გოგონამაც მოიკლა თავი. მასაც შეყვარებული ყავდა, მშობლები კი იძულებით შეძლებულ მამაკაცზე გათხოვებას უპირებდნენ. სოფელს ეს ორი ტრაგიკული შემთხვევა დღემდე ახსოვს, თუმცა შვილებისთვის სასიძოებს მაინც თავად არჩევენ და 9 კლასის შემდეგ ქალიშვილებს განათლების მიღების უფლებას ართმევენ. ყიტანში პირუტყვის მასიური სიკვდილიანობის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალური ჯგუფი შეისწავლის. დღეს ისინი ადგილზე ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. სპეციალისტებმა მოსახლეობას დაავადებული საქონლის რეალიზაციისგან თავის შეკავება ურჩიეს. ყიტანში დაუდგენელი დაავადებით დღეში დაახლოებით 5 სული პირუტყი გვხვდება. კიდევ რა რეკომენდაციები მიიღეს, ვერა იაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ყიტანში ჯერ კიდევ უცნობი ვირუსის გამო საქონლის რაოდენობა თითქმის განახევრდა. შექმნილი მდგომარეობის გასარკვევად კი სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალური ჯგუფი ადგილზე ჩავიდა. სპეციალისტებმა მიზეზის დასადგენად მოსახლეობას ურჩიეს დაავადებული ძროხა არ გაყიდონ და მათ დაუკავშირდნენ, რადგან სინჯის ასაღებად მკვდარი ძროხაა საჭირო. სურსათის ეროვნული სააგენტოს და რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა აღრიცხეს ყველა დაავადებული ძროხა და რეკომენდაციები მისცეს მესაქონლეებს. მოსახლეობამ დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ ადგილი ქონდა ბოლო პერიოდში ცხოველთა დაცემებს, გაურკვეველი მათთვის გაურკვეველი მიზეზით, შესაბამისად ჩვენს მიერ იქნა გაცემული თხოვნა ისეთი, რომ როდესაც ესეთი ფაქტი იქნება, დაფიქსირდება კიდევ ცხოველის დაცემა, შეგვეტყობინონ ვეტერინარ სამსახურს, რომ მოვახდინოთ ნიმუშების აღება და კვლევა დავადგინოთ, რასთან გვაქვს საქმე, რომელ დაავადებასთან თუ მოწამლა არის ეს სახეზე. ჩვენ დაუტოვეთ ჩვენი კოორდინატები და მოვახდენთ ცხოველის გამოკვლევას, ნიმუშების აღებას და ლაბორატორიულ კვლევას. შესაბამისად გვეცოდინება რასთან გვაქვს საქმე. ოფიციალურად ჩვენთვის დღემდე არ მოგმართეს რატომღაც ფაქტურად ჩვენ დავარნელი, ანუ მკვდარი საქონელი ვერ ვნახეთ, რომ შესაბამისად სასახურებმა აიღონ ანალიზი და დაადგინონ აქ დაავადება თუ უბრალოდ მოწამლა, იმიტომ იცით ეს ხალხიმიკატებით იწავლება ისინი. ხო და ამიტომ ჩვენ მოსახლეობას ვთხოვთ, რომ თუ ესეთი შემთხვევა იქნება, აუცილებლად გვაცნობო, რომ ეს დავარნელი საქონელი ნახონ, შესაბამისად სასახურებმა აიღონ ანალიზები და დადებენ მერე პასუხს რისი ბრალია. ყიტანელებმა ძროხების მასიური სიკვდილის მიზეზი დღემდე ვერ გაიგეს. მესაქონლეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ სოფელში საძოვარი არ აქვს და ნახირი ვენახში და ატმების ბაღში დაყავთ და მოწამლულ ბალახს ჭამს, რამაც გამოიწვია მასიურად ძროხების მოწამვლა და დახოცვა. სანამ ძროხა მოკვდება და უფრო მეტ ზარალს მიიღებს, მოსახლეობა კი ხორცს დაბალ ფასად ყიდის. გაიარეთ აგე ხევში, იქ ჩაკრილი აქვთ ნაგავი. ყველა აქედან მიყვავს ხოლმე ჩვენ ძროხები. და ზოგი ალოკას, ზოგი რაღაცა და ის ძროხები იქ პამპრესი არის, იქ რაღაც არის. შხამები არის.
ჯერ ცოცხალი იყო და გავყიდე ისმა ერთმა რავი ცატარი იყო თუ იმან წაიყვანა. ერთი მომიკვდა და ერთი ცუდად ხარია ახლა. და უმკურნალეთ ახლა ალბათ რა ვიცი რა შედეგი მოხდება არის. პირადად მე გადავარდე და ზოგი 20 ლარა დაევა 5 ლარა ხდია. მე რაღაცას მაინც ვიყიდიო. სურსათის ეროვნული სააგენტო მესაქონლეებს თხოვნით მიმართავს დაავადებული საქონელი არ გაყიდონ და ძროხის სიკვდილის შემთხვევაში მათ დაუკავშირდნენ. წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი და 24 საათიანი წყალმომარაგების მოლოდინი. იგეგმება თუ არა დარაზია დამოკიდებული გრაფიკის გაუმჯობესება გურჯაანში. შეგვიძნან 24-იან საათი რომ წყალი ყოფილიყო, მაგრამ არ არის. სასურველია მოსახლეობამ მიფიქროს წყლის ღირებულების განახლებას. ერთი გარდაცვლილი და 3 დაშავებული ავტოავარია სოფელ ენისელში. ან საბურავი გაუსკდა რაღაც სავალი ნაწილი არა. ალაზანის კიდევ ერთი წარმატება, ვინ დაამარცხეს გურჯაანელმა ფეხბურთელებმა. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გურჯაანში და გაუმჯობესებული გრაფიკის მომლოდინე მოსახლეობა. მასშტაბური პროექტის მიუხედავად გურჯაანში წყლის 24 საათიანი გრაფიკით მიწოდებას უახლოეს მომავალში არ ვარაუდობენ. წყალმომარაგების გურჯაანის სერვის ცენტრში კი მიზეზად დაუსრულებელ გამრიცხველიანებას ასახლებენ. იგეგმება თუ არა დარაზია დამოკიდებული გრაფიკის გაუმჯობესება გურჯაანში. ნახეთ ეთერ თეთრაძის სიუჟეტი. წყალი მოდის დილით 7 საათიდან შვილო და წყალი მოდის ანა ჩერტკოევა ახლა წყალს იმარაგებს, რადგან იცის, რომ რამდენიმე წუთში დაწყდება და ამბობს, რომ მხოლოდ დილასაღამოს წყლის მიწოდება საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის. რა თქმა უნდა, ყველას სჭირდება წყალი ყოველ წუთს. აუცილებელი არის. პრობლემა ის არის, რომ ხან რა დროს დაგჭირდება წყალი, ხან რა დროს დაგჭირდება. აგროვებ წყალს, როგორც ბოჭკაში, ვანაში მიდგა წყალი სუფთად და ისევე ვედრაშიც და პატარა კალისტრებშიც ვიღებამ წყალს. არადა დაპირება, რომ გურჯაანში 24 საათიანი მიწოდება იქნებოდა მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, თუმცა წყალი მხოლოდ დილისა და საღამოს საათებში მიეწოდებათ. ისინი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაპირების შესრულებასა და წყლის გრაფიკის გაუმჯობესებას თხოვენ. კი, შეგვიძნან 24-იან საათი რომ წყალი ყოფილიყო, მაგრამ არ არის. თუ კი სხვაგან არის, ჩვენც უნდა გქონდეთ და ვითხოვთ და მოვითხოვთ კიდევაც რომ უნდა გქონდე 24 საათიანი წყალი. მოთხოვნა გვაქვს ის რომ წყალი იყოს, თავარი კიდე წყალია შვილო და არა გვაქვს, აბა დილით მოდის და საღამოთი. დაპირება იყო, მაგრამ აბა არ არის და გაერთიანებული წყალმომარაგების გურჯაანის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით 24 საათიანი წყალმომარაგება სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ქალაქში 83 კორპუსის გამრიცხველიანების შემდეგ არის დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე მრიცხველების დამონტაჟება ვერ მოხდება, რადგან მისი განცხადებით მოსახლეობის დიდი ნაწილი წყლის გადასახადს არ იხდის. პირველ რიგში მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ მათ მრიცხველში რიცხული წყლის ღირებულება გადაიხადონ. რაც შეეხება შეპირებას 24 საათიანი წყალმომარაგებაზე, ამას ხელს უშლიდა პირველ რიგში მილსადენის მშენებლობა, იმ 8 ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე გეგმაშია და მრიცხელ კორპუსების გამრიცხველება ქალაქში 83 კორპუსია, რაზეც მრიცხელი არსად არ დგას. აი აქ ამ სამუშაოების დამთავრების მერე ქალაქს მიეწოდება უეჭველი 24 საათიანი წყალი. ეს უკვე ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, როდის მოხდება იმ 83 კორპუსის გამრიცხველიანება. რაც შეეხება პროექტის პირველ ეტაპს, წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. 15 კილომეტრიან მაგისტრალზე უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის ჭები, სრული რეაბილიტაცია უტარდება წყლის რეზერვუარებსა და საქლორატორო სადგურს. სამუშაოების მიმდინარეობა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ მოინახულეს და აღნიშნეს, რომ მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა ხარისხიან და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. პროექტი მოიცავს როგორც მთავარი მაგისტრალის ამოცვლას, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირია დაზიანებები და საკმაოდ დიდი დანაკარგები იყო წყლის რესურსების, ასევე მოიცავს 8 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას, სადაც დღეის მდგომარეობით არის საკმაოდ სოლიდური პრობლემები. საერთო ჯამში გურჯაანში პრაქტიკულად იყო 18 თვიანი პროგრამა, ამ 18 თვის განმავლობაში უნდა შეესრულებინა მშენებელ სამუშაოები, თუმცა დაგეგმილზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს სამუშაოები და გაცილებით მალე დასრულდება ეს სამუშაოები. შეიძლება მთლიანი მაგისტრალი ეს ევროსტანდარტების კეთდება.
რაც განაპირობებს იმას, რომ დღეისათვის გურჯაანს წყალი ეძლევა გრაფიკით დილის საათებში და საღამოს საათებში. ამ სამუშაოების დამთავრების მერე საგრძნობლად გაუმჯობესდება სიტუაცია. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურჯაანში მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია შაშან წლის ბოლოს დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.267.000 ლარია. სოფელ ენისელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიცუბიშის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფი 4 მგზავრიდან მოხუცებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. 3 მგზავრი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ყვარლის საავადმყოფოში არის მოთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. მოდიოდა მანქანა ეტყობა და ან საბურავი გაუსკდა რაღაც სავალი ნაწილი გასწორა, სხვა არაფერი. დაუყვანიათ საავადმყოფოში და ვინ გარდაიცვალა, ვინ არა, არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. დედოფლის წყაროს ქალების აქცია სათნოების სახლში ასოციაციის წევრებმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვეს და სადილის დროს მოემსახურდნენ. როგორც ასოციაცია დედოფლის წყაროს ქალების ხელმძღვანელმა ლალი მეხრიშულმა განაცხადა, მათი სურვილი იყო ერთი დღე შეჭირვებულ მოქალაქეებს მომსახურებოდნენ და თანადგომა გამოეხატათ. სათნოების სახლის დირექტორმა მარინა ტოკლიკაშვილის განმარტებით, მათთან სტუმრები ხშირად მიდიან, რაც ბენეფიციარებისთვის ერთგვარი სტიმულია. ორგანიზაცია დედოფლის წყაროს ქალები რამდენიმე თვე არ შეიქმნა და პერიოდულად სხვადასხვა სახის აქტივობებს და საქმემოქმედო აქციებს ახორციელებს. Honda იდეაში ის რომ ერთი დღე შემოსულიყავით სათნოების სახლში და ყოფილიყავით ამ მოხუცების ოფიციანტი, მიმტანები, საჭმელები მიგვეტანა მოხუცებისთვის და მომსახურებოდით. და ეს იდეა დღეს განვახორციელებთ. ძალიან მიხარია დღევანდელი დღის ინიციატივა. შემოვერთი დიდი სიამოვნებით და ყოველთვის სიამოვნებს მოხუცებთან ურთიერთობა. ძალიან ძვირფასი და დასამახსოვრებელი დღეა. დაგვირიგეს თვითონ ქალები, დაგვირიგეს თვითონვე თავიანთი გამოხატეს თავიანთი კეთილინება, მოგვემსახურნენ, დაგვირიგეს სადილი, იყო ღიმილი, სიხარული. განათლების სამინისტროს განმარტება პირველ კლასელთა სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში განაცხადეს, წელს საჯარო სკოლების პირველ კლასში იმ ბავშვებსაც მიიღებენ, რომელთაც 6 წელი 14 სექტემბერს შეუსრულდებათ. როგორც ცნობილია, საჯარო სკოლებში სწავლა 10 სექტემბრის შემდეგ პირველივე ორშაბათს იწყება. შესაბამისად 2015-16 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება. სამინისტროს ინფორმაციით კანონი გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს და 5 წლის ბავშვები სკოლაში არ დაიშვებიან. ალაზანის მორიგი წარმატება დღეს თბილისში ნაძალადავის სტადიონზე გურჯაანის ალაზანსა და მარკსტარს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც გურჯაანის ალაზანის გამარჯვებით 3-1 დამთავრდა. მარტიდან კი ლიგის თამაშები დაიწყება, სადაც გურჯაანის ალაზანი იასპარეზებს. მიხარია ბიჭებს რომ მოვიგეთ თამაში დავამარცხეთ. ამხანაგური თამაშები არც ერთი არ დაგვიგია, ჯერჯერობით რაც თამაშობ ოფიციალურები იწყება ახლა 20 დღეში. მომზადებულები ვართ, გორიდან ახალი ჩამოსულები ვართ და დავდებს ყველაფერს და გავახარებთ გურჯაანის შემოქმედებას. თამაშებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყოშვილი გაგაცნობთ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა ბიზნეს სექტორს სამოქმედო გეგმა გააცნეს. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ახლა იმყოფება, განსაკუთრებით ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ბიზნესმენებს მივაწოდეთ ჩვენი ხედვები, როგორც მოკლევადიანი, ისე საშუალო და გრძელვადიანი. შრომითი პირობების უსაფრთხოებას ინსპექტირების დეპარტამენტი დაიცავს. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ რაღაც ელემენტარული კონდიციები იყოს შენარჩუნებული საწარმოებში. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონის გარეთ ვითარდებოდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მთავრობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომელიც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული სავალუტო დისბალანსის შევსებას და ეკონომიკის განვითარებას. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ბიზნესმენებთან გვქონდა არაპირველი შეხვედრა, მაგრამ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ახლა იმყოფება, განსაკუთრებით ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ბიზნესმენებს მივაწოდეთ ჩვენი ხედვები, როგორც მოკლევადიანი, ისე საშუალო და გრძელვადიანი. მოკლევადიანი ითვალისწინებს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პრივატიზაცია და ამაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, ასევე გულისხმობთ იმას, რომ გავზარდოთ ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა საქართველოსში და ამაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება მე
ბიუჯეტის და ასე ვთქვათ, ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით ვიტყვით, ჩვენ გეგმავთ, თქვენ იცით, რომ პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა და მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები და ამავე დროს არ მოხდება სოციალური ხარჯების შემცირება შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს. ასევე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სერიოზულ საგადასახადო სტიმულებზე ვმუშაობთ, რომელთა ნაწილი უკვე გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა და უკვე საქართველოს მთავრობის მომავალ სხდომაზე გავიტანთ, ეს ეხება მშენებლობის სტიმულირებას. ასე საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით იუნკერების გმირობის შემდეგ სხვა ქვეყნის ძალა ვეღარასდროს შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ, სუვერენულ და საქართველოს სამსახურში მდგარ სახელმწიფო წყობას. ერთი საუკუნის წინ ოკუპანტთა ჯარმა, სხვათა შორის რომელთაც უმაგრებდნენ ზურგს ადგილობრივი გამყიდველები, დაამხო პირველი ქართული რესპუბლიკა. იმის მერე ჩვენ, ვინც აღვადგინეთ ახალი ქართული სახელმწიფო და დავარქვით მას საქართველო, ვიხსენებთ ამ დღეს და მტკიცედ ვამბობთ, რომ აღარასდროს ვეღარ შეძლებს სხვა ქვეყნის ძალა შეცვალოს ჩვენთან, ჩვენი დამოუკიდებელი, სუვერენული და საქართველოს სამსახურში მდგარი სახელმწიფო წყობა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის მიუკერძოებლა წარმოებისთვის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხარდაჭერით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის კანონპროექტი მომზადდა, რომელიც აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს ესეთი ტიპის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, ჩვენ შევისწავლეთ მათი პრაქტიკა, როგორ მუშაობს ისინი, რამდენად ეფექტურია და შევქმნით სპეციალური მოდელი საქართველოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმის არსებობას. პრინციპების დონეზე გეტყვით რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს. პირველი მთავარი არის, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო, ანუ ეს არ უნდა იყოს მიბმული, თქვათ, რომელიმე სამინისტროს ან პროკურატურას, თუნდაც ომბუდსმენის ოფისს ეს თუ 2005 წელს ძირითადად წამების შემთხვევები გვხვდებოდა პოლიციაში, 2007-2008 წლებში ტენდენცია შეიცვალა და უფრო მეტად წამების შემთხვევები გვხვდებოდა ციხეებში და დახურულ დაწესებულებებში. დღესდღეობით აშკარად სიტუაცია განსხვავებულია და საბედნიეროდ სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის მექანიზმი მაინც უნდა არსებობდეს. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით გუშინდელი მონაცემებით 500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებში გაიზარდა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა შრომის ინსპექციის შემოღებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით უკვე დაფუძნდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის მიზანიც უკანონო ექსპლუატაციის აღმოფხვრა და შრომითი პირობების უსაფრთხოებაა. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ რაღაც ელემენტარული კონდიციები იყოს შენარჩუნებული საწარმოებში. ორშაბათის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაფუძნდა შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის სამუშაო გეგმაც ექნება პირველი მინიმუმ 9 წლის განმავლობაში შესაბამისი კადრების მომზადება სამხრივი თანამშრომლობის ფორმატში სახელმწიფო პროფკავშირები და ამსაქმებლები, შესაბამისი საკანონმდებლო თუ რეგულატორული აქტების მომზადება მათთან შეთანხმებით. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2015-16 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. კომიტეტის მთავარ პრიორიტეტად კანონშემოქმედება, ზედამხედველობა, კომუნიკაცია და შიდა ორგანიზაციული განვითარება დასახელდა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამოქმედო გეგმის შემუშავება კომიტეტის საქმიანობის და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრიორიტეტის განვითარებას ისახავს მიზნად. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები არის ერთის მხრივ კანონშემოქმედების საქმიანობის უზრუნველყოფა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული კანონები იყოს
მდგრადი, უშუალო მომხმარებელი, ფერმერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, ამ სექტორთან დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანისათვის მოულოდნელობები არ იყოს. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესწრებოდა ყველა წარმომადგენელი სოფლის მეურნეობის დარგიდან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საინტერესო იყო თვითონ სტრატეგიაც, რომელიც განიხილეს და წარმოადგინეს და მნიშვნელოვანია ევროკავშირის დაინტერესებული ამ საკითხით. ასეთი იყო დღეს რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. უსინათლო მეუღლე 10 წლის შემდეგ პირველად დაინახა, მათი შემხდარი ყველა აზირდა. სამართალდამცველებმა პოლიციაში მოსამსახურე ძაღლს სიკვდილამდე სამხედრო პატივი მიადეს. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განმოგრძელდა. რუსეთის მთავრობის წევრები გამუდმებით მატყუებდნენ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ BBC-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არ ღვევს დადებულ პირობებს, რაც შეეხება ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს, ამაზე კერის კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ობამას ადმინისტრაციაში ბოლო პერიოდში კიევის თავდაცვითი იარაღით მომარაგების საკითხი უკვე აქტიურად განიხილება. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო სპეციალისტებს გააგზავნის, რომლებიც უკრაინის არმიას პერსონალისა და ლოგისტიკის მომზადებაში დაეხმარებიან და კონფლიქტის ზონიდან შორს იქნებიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დეივიდ კემერონმა ქვეყნის პარლამენტის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საქმეებში რუსეთის ჩარევა მის მიმართ შესაძლოა ახალი სანქციების დაწესება გამოიწვიოს, მათ შორის სანქციების მესამე პაკეტის მოქმედება რუსეთის მთავარი დარგების წინააღმდეგ. კითხვაზე, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უკავშირდება, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. ჩეხეთის ქალაქ უჰერსკი ბროდში მდებარე ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. BBC-ს ცნობით, გუშინ საღამოს რესტორანში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს რესტორანში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა, არიან დაშავებულებიც. პოლიციის ვარაუდით, თავდამსხმელი დაახლოებით 60 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ამერიკელმა ალენ ზდერადმა ბიონური თვალების დახმარებით საყვარელი მეუღლე 10 წლის განმავლობაში პირველად დაინახა. მამაკაცის მხედველობამ გაუარესება 20 წლის წინ დაიწყო მას თვალის დეგენერაციული დაავადების პიგმენტური რეტინიტის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება. 10 წლის მანძილზე ალენმა მხედველობა თანდათან დაკარგა, მაგრამ სისტემა მეორე მხედველობის საშუალებით, რომელიც უსინათლო საგნების მოხაზულობისა და სინათლის გარჩევის საშუალებას აძლევს, პენსიონერი ფორმებს და ფანჯარაში საკუთარ ანარეკლს ხედავს. გერმანული ნაგაზის სახელად ჯადჯი ამერიკელმა პოლიციელებმა ჰოსპიტალისკენ სამხედრო პატივით გააცილეს. 9 წლის ძაღლმა პოლიციაში 7 წლის მუშაობის მანძილზე 152 ადამიანის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე მონაწილეობდა ოპერაციებში ნარკოტიკების და უკანონო იარაღის წინააღმდეგ. 2013 წელს ავადმყოფობის გამო ვეტერანი პოლიციელი ჯადჯი პენსიაზე გავიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, რის გამოც პოლიციელები იძულებულნი გახდნენ მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღოთ და თანამებრძოლი ცხოველი დაეძინებინათ. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ქანდაკება ჯულიანა მურს გადაეცა. გამოშვებაში ასევე ნახავთ. 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისის 19 წლამდელთა ელიტ რაუნდს უმასპინძლებს. და ბოლოს ინფორმაცია კულტურისა და სპორტის შესახებ. 2012 წელს რეჟისორი ჯეი როაჩის ბიოგრაფიული დრამა გამოვიდა, რომელშიც ალიასკის გუბერნატორის სარა პეილინის როლს ჯულიანა მური ასრულებს. ფილმმა 3 ოქროს გლობუსი მოიპოვა. 22 თებერვალს კი ოსკარის ცერემონიაზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ქანდაკება სწორედ ჯულიანა მურს გადაეცა.
საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე სლოვაკი თანატოლები მიიღო და მინიმალური ანგარიშით სძლია. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში 4-3-3 სქემით ითამაშებს, 3 მარტიდან კი ტყებუჩავას ნაკრები გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მოემზადება. 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი 19 წლამდელთა ელიტ რაუნდს უმასპინძლებს. წილისყრა გიორგი დევდარიანის გუნდს ურთულესი მეტოქეები შეახვედრა ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა მინი ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყო. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. გამოშვება ამით დასრულდა ნახვამდის.